ჩვენთან არის აი ჩვენ გუშინ დიდი დღე გქონდა ოჯახის სიტყვის დღე, რომელიც ჩვენთან უწმიდეს ლოცვა-კურთხევით დაარსდა ძალიან დიდი საშიშროების მოგერიებისათვის და პრაქტიკულად აი ხალხმა სწორად დაინახა ამ დღის მნიშვნელობა და ყოველთვის არის ველა პოლიტიკურ თავყრილობაზე უფრო დიდი თავყრილობა აი ამ დღეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ერის განსაზღვრელი ესეთი ქმედებების დღე, როდესაც ჩვენ არავის არ ვაძლევთ უფლებას, რომ საქართველოს აი მომავალი შეცვალოს ისე, რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ ამ საუკუნეებით მოგვიტანია, რომ ეს ყველაფერი ისე დაიკარგოს და რაღაც სრულ ფასეულობებისთვის გვაბრძოლონ და ჭეშმარიტი ღირებულება, რაც არის ქრისტიანობა, ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამშობლო, ეს ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ და რაღაც უაზრო, ესე იგი, მიწიერ სამოთხეებს ვეძებდეთ აქეთ იქით და ჭეშმარიტების, აი ესეთ როგორ გითხრა, ჭეშმარიტების კუნძული, ასე რომელიც დღესდღეობით არსებობს, აი და საქართველო აი ამ პატარა კუნძულს წარმოადგენს, რომელიც მე არ ვიტყვი, რომ ყველა ხა ჭეშმარიტები ცხოვრობს, არავინ არ აშავს, მაგრამ თვითონ აი ეს მიდგომა ჭეშმარიტებისადმი, უფლისადმი ერთგულება, თავდადება ეს კვლავ მოქმედია და აი ამ დღემ გამოაჩინა კიდევ ერთხელ თუ რამდენად ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, აი ის ღირებულებები, რომელიც საუკუნეებით მოდის ჩვენთან და ეს პირველ რიგში ქრისტესთან, უფალთან, ესე იგი, თანამყოფობა, უფლისაგან კურთხეული ცხოვრების შეტკბობა და ყოველწლიურად ღვთისმშობლის ერთგულება და მთლიანად ჩვენი თავის ერთგულება ამავე დროს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ეს ასე ვიცავთ ჩვენ მთავარ ღირებულებებს, თავისთავად ჩვენ ვერთგულებთ ჩვენი თავის მიმართაც, იმიტომ რომ ადამიანი იკარგება, როცა თავის თავს კარგავს და ჩვენ აი ამ ერთობაში ვხედავთ ჩვენ შინაარს, ჩვენ აზრს, ჩვენი ცხოვრებისა ამ ქვეყნად. იმ ქვეყნად, რა თქმა უნდა, უფლისაგან ეს გზა არის ჩვენთვის საუკეთესო მოცემული და რატო უნდა გადაუხვიოთ, როდესმე ჩვენ ამ გზას, ან რა ისეთი უფრო დიდი ღირებულება უნდა შემოგთავაზოს ვინმე, რომ ჩვენ ამას ყველაფერს ხაზი გადაუსვათ და რაღაცა საგიჟეთი შემოვიტანოთ საქართველოში. რაც ჩვენ ხედავთ საგიჟეთს, რომელიც არის, ხო, ერთმა იმან ვიღაცა იყოს შემთხვევით ნახე, ხო და ზოოპარკი გაიხსნავს ახალი რა, ხო და რო დააკვირდე, ხო, ადამიანებზე ამის თქვა არ მენდომება, მაგრამ ციცაბი ქცევებზე, რა ქცევებითაც იქ მოქმედებენ, ხო, მართლა ზოოპარკში შეიძლება უფრო ღირსეულად მოიქცეს ის, იმიტომ რომ იმას თავისი ცხოველური ღირსება გააჩნია, ამას როცა ადამიანური ღირსება გააჩნია და პირუც დაემსგავსება და რას აკეთებს თვითონაც არ იცის და ვიღაცა დაუქნევს დაიწყებს იქ 1000 რაღაცის კეთებას, ნუ წარმოუდგენელია და ეს აი სწორედ 17 მაისი, რომელიც უნდა ჩვენთან შემოიტანოს როგორც გარყვნილების და გათახსირების ესეთი დღე და ფაქტიურად ძალიან დიდი საშიშროება იყო, აი სწორედ ის 17 მაისი უწმინდესმა აი ესეთ დიდ დღესასწაულად აქცია, რომელიც სრულიად სხვა ნამდვილ ღირებულებებს ეფუძნება და ნამდვილად ჩვენ აი უწმინდესის დიდი მადლობელი უნდა იყოს ჩვენი ერი და აი როცა ვიღაცა რაღაცას ლაპარაკობს უწმინდესზე, უბრალოდ აი ეს ერთი მაგალითი საკმარისია თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენთაგანისთვის აი ეს დღე, რომელიც გუშინ ჩვენ ავღნიშნეთ თელმა ერმა. და ეს არ არის მხოლოდ თქვა შიგნით ერთმანეთის დანახვა, ეს არის ასევე იმ ვიღაცეებისთვისაც ჩვენი ერის ღირებულების დანახვა, რომ ჩვენ აი ამაზე ვდგავართ და სხვანაირად არ შეგვიძლია და ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი მომავალი, ამით უნდა ვიაროთ.
თქვენც თუ ამ გზით წამოხვალთ, არაფერს დაკარგავთ, ვისაც გინდა იმას ვეტყვი ამას. არავინ არ დაკარგავს არაფერს თუ ამ გზით წამოყვება ჩვენ, იმიტომ რომ ეს ჩვენ ნამდვილად ვიცით. და ეს არ არის თქვა გუშინ და გუშინ წინ გამოგონილი იდეოლოგიები. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, თან რომელიც არის ყველასთვის ცხოვრების წესი იყო ოდესღაც, მაგრამ ჩვენ ამას გულმოდგინეთ ვიცავს და თუ ვინმეს უნდა რომ მართლა რაღაცა კარგი მიეცეს თვისაგან თავის თავზე როა დაყრდნობილი ადამიანი 1000 სისულელეს მოიგონებს და გონია რომ ეს არის და ყველას თავს ახობს. ჩვენ თავს არავის არ ვახოთ, უბრალოდ ჩვენ ჩვენსაც ვიცავთ და თუ ვინმეს ეს მოეწონება ან დაინახავს თავის თავს როდისღაც როგორიც იყო, შეიძლება იმისთვისაც საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ეს არის ისეთი გზა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს და არა მაიმუნად ხდის, აკეთილშობილებს, ესე სიკეთისკენ წაიყვანს, ოჯახის პატივისცემისკენ უამრავი პროპაგანდა ტრიალს. ამავე დღეს იქ ვაქჰანალია იყო იმაში, რა ქვია, ბაზელში. დახტოდნენ და ყვიროდნენ და წიოდნენ და კიოდნენ და ამას ერქვა ევროპული ღირებულებები და ევროვიზია. ხო და კონკურსი, რისი კონკურსი იყო, რაც უფრო უაზროდ და უხამსად და რაღაც უზნეოდ მოიქცევი ადამიანი, იმის კონკურსია. წელს ცოტა დააკლეს, შარშანო გაცილებით მეტი იყო კიდე რაღაც ძალიან სიმძიმე ამ დღისა. ხო და ჩვენ სწორედ ამ დღეს ჩვენივრად, ესე იგი 17 მაისი ჩვენთვის იყო ძალიან დიდი სიხარულის დღე. უამრავი ადამიანი ერთმანეთს რო დიდი ხანი არ შევხვედრილა, შევხვდით, ესე იგი რაღაცა გაუზიარეთ სიხარული, ლოცვაც ქონდა, სველობაც ქონდა, გალობაც ქონდა, სიმღერაც ქონდა, ყველაფერი იყო ის რა ჩვენ გვიყვარს, რის გამო ჩვენ ცხოვრობთ საერთოდ ამ ქვეყანაზე, რა ჩვენ მოგწონს ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანაში საქართველოში კი ამ ქვეყნად უფრო სწორად. რომ აი ჩვენ ეს რაც თისაგან მოცემულია, სიხარული, შვენიერება, ბედნიერება, აი სწორედ ამაშია ყველაფერში გამოხატული ამ ქვეყნიურად, ეს მისაღებია და იმ ქვეყნიურადაც ძალიან კარგია თუ ამას მიყვები. ასე რომ აი ეს მინდა და მეთქვა რომ მე მიხარია რომ ჩვენ ერთად გავართ, რაც არ უნდა მოხდეს. ვინც არ უნდა გვიქნიოს თითები, ვინც არ უნდა რაღაც ისინი ატაროს. რა ვიცი მე, ვაქჰანალიები ხან მოედნებზე, ხან დარბაზებში, ხან სადღაც ჩვენ ამ გზით მივდივართ და ეს გზა არავისთვის თავს მოხვევა არა, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ რომ ჩვენ ეს გვინდა და ჩვენ ამით ვიცხოვრებთ. ხო და თუ საჭიროა ამისთვის შევეწირებით კიდევაც როგორც იყო, რა ვიცი, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენ ამ გზით მივდიოდით და ამის გამო ხო, რო შეგვენარჩუნებინა ეს ყველაფერი ვეწირებოდი. რაც დღეს დაიხევს უკან საქართველოს უაზროობებში არ შევარდებით, არამედ ჩვენზე თუ ვინმე ამის წარქმევას დააპირებს, იქ რა თქმა უნდა ჩვენ რა ვიცი, ყველაფერს გავაკეთებთ. ასე რომ მერთმა დაგლოცო, ზოგი მამები იქ იყვნენ, ზოგი მამები აქ იყვნენ, ზოგი მრევლი იქ იყო, ზოგი აქ იყო, ყველა თავის ადგილზე საჭირო იყო და ყველა თავისას აკეთებდა. ისე რომ მერთმა დაგლოცო, მერთმა გაგაზრიელდა, მერთმა მშვიდობა და სიხარული მოხდა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტ. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტ. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტ.